თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის შემოდგომის ლეგენდა 2023 დასასრულს უახლოვდება. 24 იანვარს ფინალისტები ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან. შედეგად კონკურსის ჟიური პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გამოავლენს და დააჯილდოვებს. ფინალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1700 და 500 ლარის ოდენობით კონკურსის ჯილდო და კონკურსის პარტნიორი კომპანიის გალფის სპეციალური პრიზები გადაეცემათ. შემოდგომის ლეგენდა 2023-ში საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 255 სტუდენტი მონაწილეობდა. ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური კახეთში წინანდლის მამულში დაიწყო. მასში მონაწილეობა 10 კონკურსანტმა მიიღო. ამ კონკურსის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ჯეოსელს ეკუთვნის. მას შემდეგ 15 წლის განმავლობაში კონკურსმა რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა და წლევანდელი ჩვენი პარტნიორი არის კომპანია გალფი. რაც შეეხება კონკურსის იდეას, ეს არის კონკურსი მათთვის, ვისაც უყვარს ლიტერატურა, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი არის, რომელშიც მონაწილეობას იღებს სამივე საფეხურის ყველა საქართველოში ავტორიზირებული ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მთავარი მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში ჩვენი სტუდენტების ნაშრომი გაიცნოს ფართო საზოგადოებამ, ჩვენმა კონკურსის წევრებმა გაიცნონ ახალგაზრდა მწერლები. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ისეთი გამარჯვებულები, რომლებიც არიან საბას მფლობელები. ჩვენი კონკურსის გამარჯვებულებმა უკვე გამოსცეს წიგნები, ასე რომ მათთვის ეს არის ტრამპლინი ლიტერატურულ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის შემოდგომის ლეგენდა 15 წელია ტარდება. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ნაშრომების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.